ჩვენ დაბრუნდით ეთერში, გადაცემის მეორე ნაწილი, მწვანე ზონის მეორე ნაწილი. მიეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან თემას, დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ შევეცდებით ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად დაცულია დაცული ტერიტორიები, რაც არის მხატვრული ნათქვამი, ასე ვთქვათ, ეს კონკრეტული სამართლებრივი სტატუსია, მნიშვნელოვანი სივრცე საქართველოს ტერიტორიის 8%-ზე მეტია, ხომ? უკვე დიახ, ესე იგი, ჩვენი ქვეყნის არადა მე მახსოვს საქართველოს ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი, თანამედროვე საქართველოს ედვარდ შევარდნაძე სოფლიოს პირდებოდა 20%-ს დაცულ ტერიტორიებს და ჯერჯერობით იყო ასეთი გამონათქვამი, დაპირება, თუმცა დაპირებები ჩვენთან ხშირად ირღვევა ხოლმე სამწუხაროდ საარჩევნო დაპირებები მათ შორის. და ნუ ჯერჯერობით 8%-ია, რაც არც ძალიან მცირეა, მაგრამ არც საკმარისი თუ რაღაც რეგიონებს გავითვალისწინებთ, მნიშვნელოვან რეგიონებს საქართველოს და მის ღირებულებას და მეორე მხრივ გარდა დაცულობისა, რა მხრივაც გარკვეული პრობლემები არის ქვეყანაში, დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში მათი ხელმისაწვდომობის კუთხითაც ნაწილი სპეციალისტების და მოქალაქეების ამბობს, რომ უკვე საკმაოდ გაძვირებულია სარგებლობა რიგი იმ ობიექტებით, რომელიც არის კეთილმოწყობილი, რა თქმა უნდა, მათ შენახვას გარკვეული სახსრები ჭირდება, მაგრამ ინტერაქტივის კითხვას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, Facebook-შიც ქონდა ჩვენი ინტერაქტივი განთავსებული, უნდა იყოს თუ არა თანაბარი ფასი საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საუბარია პირველ რიგში განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებზე, ევროკავშირზე, შეერთებულ შტატებზე და ასე შემდეგ, რომელთაც შეიძლება მაგალითად პრომეთეს ღვიმეში სტუმრობა 10 ლარად იყოს საკმაოდ დაბალი ფასი კიდევაც, მაგრამ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება ჩვენ მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს ეს უჭირდეს. ეს არის ინტერაქტივის კითხვა, შეგიძლიათ ამ კითხვასთან და სხვა ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით დაარეკოთ ეთერში 238-139 237-139 ჩვენი სტუმარია კი გახლავთ ბატონი ლაშა მოისრაფიშვილი, რომელიც გახლავთ ხელმძღვანელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს, ასე ვთქვათ. ბატონ ლაშა, მოდით დავიწყოთ დაცულობით და შემდეგ უკვე აი ესეთი ხშირად უფრო სოციალური საკითხები, უფრო ადვილად აღსაქმელია ხოლმე ადამიანებისთვის, თუმცა გარემოს დაცვა საბოლოო ჯამში და სწორი მიდგომები ამ სფეროში იგივე კეთილდღეობას განაპირობებს ხოლმე სოციალური კუთხით და ეს შეიძლება უფრო რთული აღსაქმელი იყოს ზოგისთვის. პირველ რიგში დაცულობასთან დაკავშირებით მე მექნებოდა ასეთი კითხვა. არის საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონები, სოფლიო მნიშვნელობის, მათ შორის იგივე მთიანი ეკოსისტემის გულისხმობს, ვაინთის იქნება ეს რაჭის იქნება თუ სამეგრელოსი, რომელსაც აქვს დატვირთვა არა მარტო ჩვენთვის და თქვა так პატრიოტული გზნობებია მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სოფლიო მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ ხელთუქმნელი პირველადი ეკოსისტემებია შენარჩუნებული და წლები და წლებია უკვე მიმდინარეობს საუბარი, გეგმარებით სამუშაოები დაცული ტერიტორიების არსებობასთან დაკავშირებით. აი გაუკვირდება შეიძლება ბევრს, რომ სვანეთი, რომელიც არის მართლაც განსაკუთრებული ღირებულების და ცნობადობის ასე ვთქვათ სივრცე მსოფლიოს მასშტაბითაც კი უკვე შეიძლება ითქვას არის ეროვნული პარკის გარეშე. ის იგივე შეიძლება ითქვას ნუ რაჭაზეც და თქვათ სამეგრელოს მთიანეთზეც, ხო? რატომ ჭიანურდება ეს პროცესი და თქვათ რა ხდება, როდის შეიძლება ველოდოთ, რომ ჩვენ გვექნება ეროვნული პარკის ერთ-ერთი კატეგორია, ნუ როგორც თქვენთვის ცნობილია, დაცული ტერიტორიის სახით ამ რეგიონებში. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ლაშა, რომ მომიჯოთ ამ გადაცემაში, ძალიან საინტერესო თემა არის და მართლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აი ამ პირველ რიგში გეგმარებით დაცულ ტერიტორიებზე მიწევ საუბარი, ვინაიდან ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარო და ძალიან სასიამოვნო თემა არის, ვინაიდან მინდა გასცნობოთ, რომ ცენტრალურ კავკასიონზე დაცული ტერიტორიების შექმნის ერთ-ერთი ესე ვთქვათ ჩვენს პრიორიტეტებში არის ერთ-ერთი თავარი პრიორიტეტი წარმოადგენს და ჩვენ უნდა დავიწყეთ კიდევაც გერმანიის მთავრობა გვეხმარება BBF კავკასიასთან ერთად, ანუ უკვე დაწყებულია, შარშან უკვე ჩვენ გქონდა ამის პრეზენტაცია 2000 უბრალოდ წელს გქონდა ჩვენ ამის პრეზენტაცია, რომ დავიწყოთ უკვე აქტივობა, ანუ ყველა დაცულ ტერიტორიას ამდე შეიქმნება, ჭირდება მას ძალიან დიდი კვლევები და ეს არის გარკვეულად ძალიან დიდ თანხებთან და დაფინანსებასთან დაკავშირებული. ანუ არ არის ადვილი გარკვეულად რაღაცა შექმნა დაცულ ტერიტორია და არ იცოდე შრისთვის ქნი, რა მდგომარეობაში გნით და ამას ფონური კვლევები აბსოლუტურად ყველაფერს გვიჩვენებს. ის ჰაბიტატების საცხოვრებელი გარემო, ის რუგები იქნება თუ რა ტერიტორიები რისთვის უნდა შევქნათ. ანუ ეს ყველაფერი ფონური კვლევები გვიჩვენებს თუ რომელი კატეგორია შეიძლება მივანიჭოს ამა თუ იმ ტერიტორია, ანუ რატო უნდა შევიდეს ესეთი თავისი ღირებულება გამოდიოდა, უნდა დამტკიცდეს რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ამით დასვას ესაჭიროება. მნიშვნელოვანი იყო თუ არ განადგურდა ამასობაში, იმიტომ რომ ცნობილია მაგრამ და აქედან გამოდიოდა ჩვენ უკვე დავიწყოთ რაჭაში, მაგალითად ეხლა უკვე მიმდინარეობს კავკასიასთან ერთად უმუშაობა და უკვე ჩვენ მომავალ წელს გარკვეული ნაბიჯები ხუთაშორის ამ კვირაში არის შეხვედრა წინასწარი მონახაზი არსებობს და რაჭაში ტარდება WWF-თან ერთად და ჩვენი წარმომადგენლებთან ერთად ტარდება მოსახლეობთან შეხვედრა და გაცნობითი ხასიათის სამუშაოების ანგარიში ტარდება და გაკეთდა და უკვე მომავალ წელს ჩვენ უკვე გვექნება გარკვეული დიდი მონახაზი თუ რაჭაში რა ტერიტორიები იქნება შესული რაჭის დაცულ ტერიტორიებში. ანუ წინასწარ რა თქმა რომ ეს ეროვნული პარკი იქნება თუ რომელი კატეგორიები იქნება, ეს ამას აჩვენებს უკვე კვლევებმა უნდა გვიჩვენოს. ანუ კატეგორიაზე წინასწარ ჩვენ გვინდა რომ ეროვნული პარკი იყოს, რომ ყველაზე მენეჯმენტი მოსაუქნელი არის, მაგრამ
ამას გვიჩვენებს უკვე თვითონ ანალიზი. კი ბატონო, კვლევების დასრულება როდის იგეგმება? კვლევების დასრულება კანონპროექტის მომზადება 2017 წლის ბოლოსკენ უნდა დასრულდეს. 2017 წლის ბოლოსკენ. აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ანუ სვანეთზე შეიძლება დამატება. ანუ სვანეთზეც კი ბატონო, ანუ ცენტრალურ კავკასიას მოიცავს, ანუ როგორც სვანეთის ეროვნული პარკი, სვანეთის ტერიტორია, სვანეთში გვინდა სხვადასხვა პირველი ყინვარის ეროვნული პარკი, გლეიშერის ესე ვთქვათ ეროვნული პარკი შექმნათ. ამაზეც ჩვენ მიმდინარეობს დონორებთან მოლაპარაკება, რომ წინასწარი კვლევებისთვის რაღაც დაფინანსებაზე მობძებნოთ და ამის შემდეგ უკვე იქნება ლეჩხუმის ესე ვთქვათ ასევე მხარეც. ანუ მთლიანად ცენტრალური კავკასიონი, სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმის მხარეზე ჩვენ გვინდა რომ დაცული ტერიტორიები უკვე შეიქმნეს ანუ მიმდინარეობა ჩვენ დონორებთან გვაქვს ესეთი, ანუ პირველი არის რაჭა, მერე მოდის სვანეთი, მერე მოდის უკვე მე როგორც სამეგრელოს თიანეთზეც იყო საუბარი. სამეგრელოს თიანეთზე 2010 წელი იყო ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული წინასწარი ესე ვთქვათ კვლევები. რეალურად მაშინ ტომოვარჩხილი გახდა ძალიან აქტუალური ეს ტურისტული ერთ-ერთი მაგრამ თავარი პრობლემა ეს არის რომ ტერიტორიები რომელიც მნიშვნელოვანი არის ანუ მთლიანი ერთიანობაში რომ მოექცეს ეს ტერიტორიები არის გაცემული იყო ლიცენზიით და ეხაც არის გაცემული ლიცენზიით. ხო, სატო ლიცენზიით სარგებლობაში არის და ძალიან შეხწებადობა თუნდაც ტობავარჩხილისკენ ანუ ხოლმე არის იმ ადგილებიდან საიდანაც ლიცენზიანტი არის ფლობობაში ლიცენზიანტის მოქმედების ვადა ამიტომ წინ იმ მომენტისათვის სამდე არ გაუვა ასე თქვათ როდის გაზრდით მათ ვადა არ მახსოვს უბრალოდ ვერ გეტყვი ანუ 20 წლიანი ისინი კონდათ აღებული კი სამწუხაროდ ერთ მნიშვნელოვან თემას მივადექით ისე ბუნებრივად და სინქრონულად ეს არის სხვადასხვა ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ჰარმონიული განვითარება იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ მაგალითი, როდესაც ტყის სარგებლობის ლიცენზია, რომელიც დიდად ეფექტურობა კიდევ შეიძლება კითხვის შეშუეს დააყენოს ვინმე, ისე იყო ასე ვთქვათ გადაწყვეტილი, რომ ვთქვათ ალბათ არ იყო შეთანხმებული იგივე დაცული ტერიტორიების სარგებლიანობასთან და მის აქტუალობასთან არა მარტო ეკოლოგიური და მორალური დავარქვათ თუნდაც თვალსაჩინო და არამედ თუნდაც ეკონომიკური კუთხით, იმიტომ რომ შეიძლება ბევრს არ ესმის, რომ ბუნება არა მარტო სილამაზე და სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია, არამედ ეკონომიკური სარგებლის დიდი მოაქვს, მithოდეს ქვეყნის რომელზეც სულ საუბრობენ, რომ ტურიზმის ასე ვთქვათ ცენტრი უნდა გახდეს სოფლიო მნიშვნელობის და ნაწილობრივ აქეთკენ მივდივართ. ეხლა ხდება თუ არა იგივე ენერგეტიკის სფერო იქნება ეს ატყეოს სფერო იქნება თუ სხვა მიმართულებები, მათი მუშაობის შეთანხმება წინასწარ ეტაპზე, გეგმარების ეტაპზე, ვთქვათ თუნდაც თქვენ მიმართულებასთან, სანამ მაგალითად ვინმე გადაწყვეტს რომ სადღაც ჰესი უნდა აშენოს ან ვთქვათ ტყის სარგებლობის ლიცენზია გასცეს, უფრო პირველი აქტუალურია სამწუხაროდ დღემდე მიუხედავად და პირება იყოს სხვაგვარი გახსოვს, ხდება თუ არა კონსულტაციები თქვენთან წინასწარ. რა თქმა უნდა, ჩვენ უწყება ყველა ასე თქვა ჩართული უწყება ეს ენერგეტიკა იქნება ეკონომიკა იქნება რომელსაც ეკონომიკის მართვის სააგენტო იქნება ჩვენ როდესაც გეგმავთ რაიმე დაცული ტერიტორიების განვითარებას ეხლა მაგალითად ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი რაჭაზე თვალსაჩინო წინასწარი იყო წინასწარი კვლევები ჩატარდა და კონსულტაციების გასაგავლა მოხდა ასე თქვა როგორც ენერგეტიკის სამინისტროში ეკონომიკის სამინისტროში ისე და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ვისაც კი რაიმე ასე თქვა მესმის მაგრამ ეს თქვენ გასაგებია მაგრამ ისინი სანამ რაღაც ტენდერს გამოაცხადებენ კონკურსს გადიან თქვენთან კონსულტაციას? ანუ არის საგაგრძელოთ არის ემერალდის საიტები, საიტებში შეტანილი ადგილები, არის გეგმარებით დაცული ტერიტორიები, წინასწარ განსაზღვრული და ასე ვთქვათ კონსულტაციები აქტიური მიმდინარეობს ხოლმე გარკვეული სამინისტროსთან. იმიტომ რომ ნუ იმდენად მასობრივია ამ ხესებთან დაკავშირებული გეგმები, რომ თუ არ იყოს და კითხვის ნიშნები გუჩდება რბილად ვთქვათ, იმიტომ რომ გვახსოვს თუნდაც მაგალითი, როდესაც ცხეთამთიანეთის შემთხვევაში პირიქით ჩამოაჭრეს დაცულ ტერიტორიებს, ეს იყო ყაზბეგის ასე ვთქვათ ნაკრძალის შემთხვევა და გადასცეს სხვა სივრცეებით მოხდა ჩანაცვლება. კი, მეტი, მაგრამ მეტი ნაკლები ეს მარტივად არ. კი, ბატონო, გესახმებით, მაგრამ თუმცა ამის მერე უკვე შეიცვალა კანონმდებლობა და დაცული ტერიტორიები გარემო დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე ვერცერთი კანონი ვერ გავა, ესე ვთქვათ, ამის მერე მოხდა უკვე ცვლილების შეტანა კანონში და განისაზღვრა თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი დაცული ტერიტორიის საზღვრის შემცირება. ეს დამცავი მექანიზმები ამის მერე ჩაიდო. თუმცა ბუნების ძეგლებზე სანამ გადავალთ, რაც ძალიან საინტერესო ასპექტია, თუნდაც ტურისტული კუთხით, მანამდე მინდა ერთი რამე გკითხოთ. გასაგებია რომ ყველაფერს კვლევა
კვლევა ჭირდება და ზოგადად საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია სრული არ არსებობს, დიდი ხანია, მრავალი ათწლეულია ჩატარებული თუნდაც ტყეებზე. კი, არა და ამის გარეშე ამ მიმართულებით საერთოდ ხო ეკონომიკური პროექტების განხორციელება სხვა თუ არაფერი წამგებიანი გარდა იმისა, რომ სახიფათოა. სანამ თქვენ კვლევებს განახორციელებთ, გასაგებია რომ ჭირდება დეტალური კვლევა. მანამდე ხომ არ შეიძლება რაღაც გარკვეული ან მორატორიუმის გამოცხადება გარკვეულ რეგიონებზე ან მათ ნაწილზე ისეთ პროექტებზე როგორც თუნდაც ხესებია გავიმეორებ, იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს რომ კვლევებამდე უკვე ესა თუ ის სივრცე გამოყენებული იყოს და მნიშვნელოვანი ხეობები ვთქვა ისე იყოს განადგურებული რომ არაფერი დარჩეს დასაცავი იმ დროისთვის, როდესაც თქვა თქვენ კვლევას განახორციელებთ, ამ კვლევას რომ განახორციელებთ, იქ უკვე მარტო ხესი დახვდება თქვა. კვლევას და შესაბამისად დაცულ ტერიტორიად ვერ გამოცხადდება. სამწუხაროდ ეს დაცულ ტერიტორიების საკითხზე არ არის და მე თქვა ვერ წვიდავთ, მაგრამ მიდგომასთან მარტივად. მიდგომასთან დაკავშირებით ჩვენ სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასების საკითხი არის ამიტომ არსებობს კიდევაც გეგმარებით დაცულ ტერიტორიების რუკა არსებობს. ანუ ეს მონახაზი როგორც არსებობს ყველა უწყებაში, თუ რომელი ტერიტორიები არის საინტერესო მომავლისთვის, ეს არნიშნავს რომ ის ადგილი არის ესე თქვა უკვე დარეზერვებული. ხო, მაგრამ გარკვეულწილად ყველასთვის სახელმწიფოსთვისაც და ყველა დაინტერესებული ბიზნესმენებსაც საინტერესო არის რომ ითვალისწინებენ ამ ტერიტორიაზე, ანუ ესე იგი რა ხან ეს შეშწავლილია და გეგმარებით შეტანილი არის, იქ უკვე ჩატარებულია წინასწარმეტყველებები და წარმოადგენს მნიშვნელოვან ჰაბიტატებს დაცულ ტერიტორიების შემდგომი განვითარებისათვის. ამიტომ აღნიშნული კვლევები ძალიან ხშირად ძალიან ბევრ ადგილას ხდება და ძალიან ბევრ პრობლემასაც ქმნის ხოლმე. ესე თქვა სხვისთვის, მაგრამ ჩვენთვის უფრო წითელი ხაზია, ანუ მისი გადალახვა შეუძლებელია თუ მაინც ირღვევა? წითელი ხაზი ეს არ არის წითელი ხაზი, ვინაიდან საკანონმდებლო დონეზე ეს წითელი ხაზი არის, თუმცა ბევრი დონორი ორგანიზაცია იქნება თუ ასე თქვა სინდისიერი ინვესტორი ასე თქვა. ხო, ინვესტორი ამას ითვალისწინებს. ხო, ну ეს გასაგებია, ალბათ ძირითადად ცივილიზებული ჭყალებში ხედავ ვთქვათ, ანუ თანამედროვე მიდგომის მქონე კომპანიებზე ლაპარაკი, თუმცა სხვაგვარი კომპანიებიც ხდება ხოლმე. რაც შეეხება ბუნების ძეგლებს. დღეისათვის რამდენი ბუნების ძეგლია, ასე ვთქვათ, ოფიციალური სტატუსის მქონე და რამდენად აქტიურად მუშაობთ მათი რეალური დაცულობისათვის, ანუ მომავალში შევსებისათვის, იმიტომ რომ მე მახსოვს ჯერ კიდევ დაახლოებით 7-8 წლის წინ იყო სულ რაღაც 14 ბუნების 42-იც უკვე ხა არის და გასაგებია, მაგრამ რეალურად რო შევადაროთ მაგალითად ბულგარეთს ჰქონდა, როგორც მე მახსოვს, ერთხელ რაღაც ესე იგი კონფერენციაზე იყო საუბარი 500-მდე ბუნების ძეგლი, საქართველოს არ არის ესე იგი ნაკლები ბუნებრივი სიმდიდრეების მქონე 400 რაღაცა იყო ციფრი არ მახსოვს 450-მდე, ნაკლები სიმდიდრის მქონე ქვეყანა არ არის. რამდენად აქტიურად მუშაობთ ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე იმ ობიექტების, რომელიც არის განსხვავებული ფორმის, თქვათ, თვისებების, რაღაც მნიშვნელოვანია უკვე განსაკუთრებით ტურიზმისთვის და არა მარტო. კი ბატონო, მოგახსენებთ, ეხლა უკვე ამჟამად 42 ბუნების ძეგლი არის. ჩვენ BBF კავკასიასთან ერთად ვიმუშავებთ, ნაკრესთან ერთად, კიდე იცით თქვენ ნაკრეს ორგანიზაცია. აქტიურად შევითანხმებთ და გამოყავთ წინასწარი, ესე ვთქვათ, ნუსხა იმ პოტენციური ბუნების ძეგლებისა, რომელზეც შემოჭიდება უკვე დამატებითი, ესე ვთქვათ, დაფინანსება, რომ უფრო ძირითადი, ესე ვთქვათ, ზირიანი შესწავლა განახორციელოთ. ვინაიდან ბუნების ძეგლი არის ის სტატუსი, რომელიც უნდა იყოს თვითონ რეგიონში, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში უნდა იყოს თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე გამორჩეული. ანუ არ შეიძლება ჩვენ ხშირად გვეუბნება ხოლმე, ანუ ძალიან ბევრი წერილები მოგდის, რომ რაღაცა აი ეს ხე არის, აქ და ის ამ მეფე იყო აქ და აქ ხო, ისტორიული დატვირთვის მატარებელი და ვერა აქ უნდა გამომიჯნოთ, ეს არის ესე თქვა როგორ ცოცხალი ბუნების ძეგლები, ასევე ანუ არაცოცხალი ბუნების ძეგლები, ხო, ანუ ეს ამაში საჭიროებს ესე თქვა კვლევებმა დაადასტუროს, რომ ეს ბუნების ძეგლში ახლა უნდა შევიდეს, იმიტომ რომ ის არის უნიკალური ამ რეგიონში. თუმცა ეროვნული მასშტაბის და მნიშვნელობის ობიექტებიც ეროვნული მასშტაბითაც ახლა გარკვეულწილად ახლა ჩვენ მუშაობთ კანონმდებლობაზე, დაცულ ტერიტორიების სისტემის კანონმდებლობაში ჩვენ გვინდა რომ შემოვიყოთ ადგილობრივი მნიშვნელობით, ანუ თვითმმართველობებსაც რომ შეეძლოთ, ადგილობრივი თვითონ მინიჭება, გამოცხადება დაცულ ტერიტორიებზე. აი თელავის ჩადარი ავიღოთ მაგალითად. თელავის ჩადარს რა სტატუსი შეიძლება ქონდეს, 8 წლოვანი ხია, ძალიან საინტერესოა, ყველა ტურისტი ალბათ მიდის, ვინც თელავში მოხდება ასე თუ ისე და როგორ შეიძლება დავიღოთ. ხო, გასაგებია. სახეობრივი დატვირთვა არა, ხო, მიღებულია ტურისტული თვალსაზრისით და მენტალური კუთხითაც. ამიტომ გინდა ჩვენ კანონმდებლობაში შევიდოთ ცვლილება, რომ უკვე ადგილობრივი დანიშნულების ბუნების ძეგლების კატეგორია რო შემოვიდეს უკვე ჩვენს კანონმდებლობაში. გასაგებია, ანუ აპირებთ ამას მომავალ წელს უნდა ველოდოთ თუ მომავალ წელს ვიწყებთ ჩვენი სისტემის კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით მუშაობას, ანუ განახლება უნდა მოხდეს, იცით თქვენ რომ 96 წელს არის მიღებული დაცული ტერიტორიების სისტემის კანონმდებლობა, ამის მერე ძალიან ბევრი IUCN-ის გაიდლაინები შეიცვალა, ამას ჭირდება განახლება და შესაბამისობაში მეყვანა ასოცირების ხელშეკრულებასთანაც
კი ბატონო, ევროკავშირის განმავლობასთან. ამიტომ ჩვენ გვყავს უკვე დონორი, რომელიც მომავალიდან უკვე დავიწყებთ ამ ესე ვთქვათ ახალი დაცულდატურების განახლება მოხდება დაცულდატურების სისტემის. დონორებს რაც შეეხება, ხშირად ახსენებ დონორებს, მადლობა რა თქმა უნდა ყველა იმ ქვეყანას, ვინც ეხმარება საქართველოს, მათ შორის მისი იდენტობის ნაწილია ხო, ბუნება ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი დაცვაში, მაგრამ იმდათ ხშირად ახსენებ თქვენ და არა მარტო თქვენ, იგივე გარემოდაცვის სტრუქტურების წარმომადგენლები, რომ ყოველთვის მე ამ კითხვას ვამდა, ისევ ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სახელმწიფო რატო უნდა ხარჯავდეს თუ არა მეტს, პირდაპირ ვთქვათ ესე, თქვენი მიმართულების, ჩვენი მიმართულების დაფინანსებაში, სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ვიდრე ახლა და უნდა იყოს თუ არა დამოკიდებული მათ შორის ესეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორც არის ვთქვათ, ახლა მთის ეკოსისტემების დაცულობა დონორის სახსრებს. მოდით პირდაპირ მაგალითს მოვიყვან. სახელმწიფომ გამოყო თანხა და გავაკეთეთ მარტვილის კანიონი, რომელსაც დაეხარჯა 1.200.000 ლარი. კეთილმოწყობის სამუშაო. კი ბატონო, იყავით თუ არა მარტვილის კანიონი? კი, ძალიან ბევრი მე ტურისტულ მარტვილებსაც ვმუშაობ. ანუ მარტვილის კანიონი შემოსავალი 4 თვეში შეადგინა 700.000 ლარი. ანუ ხუთ არ მოგიგეთ ანუ ეს ინვესტიცია ეკონომიკური ეფექტი არის ანუ ყველა დაცულდატურებისგან ჩადებული თანხას აქ თავისი ეკონომიკური ანუ ამან გამოიწვია პრობლემადიანი შეიძლება არ კონდეს და კონდეს პროგზელვადიანი ეს ზელვადიანი არის რატო ეს ისე შემთხვევა როცა მალევე ეს არის ერთ-ერთი მომენტი რომელიც ხელს უწყობს ანუ დასაქმებას სხვა სექტორების განვითარებას მაღაზიები იქნება სასტუმროები იქნება იქ მძღოლები არიან ანუ ოკაცის კანიონი თუნდაც ავიღოთ უკვე ხონში გორდი სოფელი რომელიც არც გზა მიდიოდა არაფერი არის ყოველდღისაც კი გაჩნდა ეგ ინფრასტრუქტურა ეხა ორი სასტუმრო გაიხსნა ეხა შატო სტილის იხსნება ეხა კიჩხას კიდე ეხა ვიდა მომავალს ეხა გამოცხადებული კიდე კიჩხასი დამატებით კანჩანჩკერზე კიდე ინფრასტრუქტურის განვითარება გვიდა ანუ ჩვენ ეს დაცულდატურების შექმნა და არსებობა ასე თქვა გარკვეულწილად ამით თუ იქნება დაფინანსება ხელს უწყობს იქ დასაქმებად ეკონომიკური ეფექტი სახელმწიფოს ამ არის ამიდან რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იხარჯება თანხები მაგრამ უმეტესად მაინც ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან დონორი ორგანიზაციები ამიტომ ეხლა თუნდაც ყველა დიდი პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის მიერ 8.250.000 ლარი ხარჯზე ევრო იხარჯება ეს არის ფშავ-ხევსურეთის ევროპაკის განვითარება განვითარება ეს არის ყაზბეგის ევროპაკის განვითარება ხდება გაფართოება ხდება კენტრში დაცული ტერიტორიების და ალგეთის ევროპაკის გაფართოება ხდება ამაში უკვე თვითონ დიდი დონორი თვითონ ესე ვთქვათ გასაგეხმარება ხო დონორის მადლობის მეტი რა გვეთქვის უბრალოდ მე მაინც პირადად აღარ ჩაგიკითხებით ვთვლი რომ მეტი უნდა ჩაიდოს სახსრები ამ დაცულდატურებში ამონაგებიც აქვს საკუთარი ფინანსური ავიღოთ გრანდ კანიონი ამერიკის რომელსაც მილიონი ტურისტი ყავს წელიწადში მისი ყველა 10 დაცულდატურია სოფლიოში არსებობს რომ ხოლმე და ხოლმე თვითონ იყოს მიმაზე არ იყოს სახელმწიფოს დოტაციას კი ბატონო საწყისი სტარტის შემთხვევაში მაინც ჭირდება მას ხარდაჭერა და ბევრი გვაქვს აი მაგალითად მე თორიშიც მუშაობ გარკვეულწილად მცირე მასშტაბით და თუნდაც უცხოეთ ეს მღვიმე ავიღოთ 13 სართულიანი ერთ-ერთი მსოფლიოში 100-ად ცნობილი დღემდე თუ არაფერი შეიცვალა უკანასკნელი 13 სართულიანი მღვიმეა რომელიც არ სტარტდება დედამიწაზე და ნუ არანაირი სამუშაოები პრაქტიკულად ჩატარებული არის გამიხარდა რომ რაღაცა მიწის საფეხურები მაინც ხო გაკეთებული იმიტომ რომ ყველა ვერ ახერხებს ახლა ბუნებრივი ყველა ექსტრემალი ვერ იქნება ყველა ვერ ახერხებს თქვა დასაკვანი და შუახნის ადამიანები რომ ჩავიდნენ თქვა იქ და ესეც გამიხარდა თუმცა მისი თქვა პოპულარიზაციისთვის სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოფოდა რომ 70-იან წლებში 55 ქვეყნის წარმომადგენლებს კი მოიწვიეს და კონფერენცია ჩატარებულა უზარმაზარი, იმიტომ იმდეთ უნიკალურია თავისი, თქვათ, იგივე პროყოფილთა იქ არსებობითა და სართულიანობით და ასე შემდეგ. ეს ბევრი გვაქვს ჩვენ და მათ ფიქრობ მეტი ცუცხვათის მღვიმე ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა ცუცხვათის მღვიმესთან დაკავშირებით მღვიმეში მუზეუმის მოწყობა, ეროვნულ მუზეუმთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ პროექტი ვერ განახორციელდა, ვინაიდან მიმდებარეს მიხვიდეთ ტერიტორიამდე კერძო საკუთრება არის. ხო, ნუ გამოსყიდვად შეიძლება ამ შემთხვევაში ესეც პრაქტიკა კი ბატონო მან დაცულდატურები ჯერჯერობით არ აქვს ისეთი საშუალებები რომ მე მარტო თქვენ ანუ მაგიტო ვიდახე ანუ ცოტა ისეთი მომენტი ანუ გინდა რაღაც საქმის გაკეთება მაგრამ არის შემოფრხებელი გარემოებები რომ სახსრები ჭირდება სახსრები ჭირდება ის რომ თუნდაც გამოიწყიდო იმ ადამიანებისგან ამდენად კეთილ სინდისი აქვს ხა ის ნაყიდი ხა მეორე მომენტია მაგრამ არის ხოლმე შემოფრხებელი გარემოები თუმცა ჩვენ მომავალს კიდევ გვეგმა დონორებთან მუშაობა იქნებ დონორები დავაინტერესოთ რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რომ მოხდეს ამ ტერიტორიის ასე ვთქვათ
დაინტერესება და შემდგომი პროექტების პოპულარიზაციას რაც შეეხება თქვენ თანამშრომლობას იგივე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ესე ქვია ხო სააგენტოა ქვია რამდენად სინქრონულად მუშაობთ თქვენ იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ მათ რუკებზე ან საერთოდ არ ხვდება დაცული ტერიტორიები ან თუ ხვდება მხოლოდ ძალიან გააყურით ანუ მაგალითად ვიღოთ ერთი კარგი პროექტი აქვს მათ ნამდვილად ეს არის უფასო აუცილებენ ისინი საქართველოს რეგიონების რუკებს და მართლაც კარგი ამბავია ეს თავისთავად და ალბათ თქვენც თუ მოახერხებთ რომ ერთი საერთოდ რუკა იყოს ესეც ცუდი არ იქნებოდა იგივე მიმართულებით მაგრამ მათ რუკებზე ხშირად ან არ არის დატანილი ბევრი თქვა მით უმეტეს წრუმასშტაბიანი დავარქვათ უხეშად თქვა ბუნების ძეგლი და ასე შემდეგ ან თუ დატანილია იმდან გაყურით და უნიშნულოდ არის აღნიშნული რომ შეიძლება ადამიანმა არც მიაქციოს ყურადღება გასაგებია რომ ძალიან მდიდარი ისტორიის ქვეყანა ვართ მაგრამ არანაკლები ინტერესის მატარებელია ბუნების ძეგლებიც ხო რამდენად ესე იგი ცდილობთ რომ იყოთ კოორდინაციაში მუშაობის დროს მინდა ვაღიარო რომ იყო რაღაც გარკვეულწილად შეფერხებები მუშაობასთან დაკავშირებით თუმცა ეხლა ჩვენ შევხვდით გიორგისთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და ერთობლივ სტრატეგიაზეც მუშაობთ რომ ყველა თუნდაც ეხლა უკვე საიტის განახდა და უფრო მეტი ინფორმაციები არის დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში რომ ადამიანმა მიაგდონ უფრო და როგორ დაგეგმონ თავიანთი ტურები ან მიაგდონ ან გაიგონ შეიძლება სხვა არის აი მაგალითად მე რომ ვახსენებ სხვა ზღვიმე ფოტოც კი ძალიან იშვიათად მოიძებნება სადმე ინტერნეტში რა თქმა უნდა უკვე ჩვენ დაგეგმილ ერთიანი აქტივობები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესე ვთქვათ, დაცულ ტერიტორიები არის ესე ვთქვათ, სერვისის მიმწოდებლები. ანუ ისინი არიან ჩვენი ესე ვთქვათ, პოპულარიზაციას ნატუნა გაწიო. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენთან ერთობლივობაში ჩვენ გვინდა რომ ამას ერთობლივად დავგეგმოთ ის აქტივობები, რომელიც პოპულარიზაციას მოუწევს როგორც დაცულ ტერიტორიებს, ასევე ძალიან ქვეყანას. ალბათ დაცულ ტერიტორიების აი რუკაც ცალკე რო არსებობდეს ესეც კარგი იქნებოდა ალბათ და ანუ ესეთ გავრცელებული როგორც თქვა აი ეს რეგიონალური რუკები ტურისტული და მათზე მეტი ინფორმაციის დატანა იგივე თქვენი ვებგვერდი ძალიან საინტერესო ინფორმატიულია მაგრამ ცოტა მულტიმედიური მიმართულებით დაკლია რაღაცები აი ხა ჩვენ მუშაობთ თვალსაჩინოთ რომ იყოს წარმოდგენილი ეს იმდიდრე კარგი იქნებოდა ისევ და ისევ მუშაობთ ანუ ცოტა ისეთი რაღაც ან რამდენი ეს ვიძახით სხვა მასალაა მესმის მაგრამ ანუ ცოტა ხა არ გვინდა ისეთი რაღაცა გამოგვიდეთ ანუ ვებგვერდი არ არის ისეთი უცებრო გაკეთდეს ანუ ამიტომ ხა გვინდა შესაძლოა დაქირებული იყოს ექსპერტები რომელიც დაგვიწერონ ესე თქვა როგორი უნდა იყოს ეს ჩვენი მაქსიმუმად უფრო ინტერაქტიული იყოს და უფრო მიმზიდველი იყოს კი ბატონო კიდევ ერთი კითხვა ეხლა გადავიდეთ უკვე დრო ცოტა დაგვრჩა მთავარი კითხვა არ იყო მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა გარკვეულწილად ის ობიექტები რომელიც კეთილ მოეწყო სახელმწიფოს შარევი და ამას თავის დატვირთვა აქვს გარკვეულ თანხას იხდის ადამიანი და შეიძლება ეგვეძუროს კიდევაც რიგ შემთხვევაში მაგალითად აი პრომეთეს ღვიმე ღირდა 7 ლარი შესვლა ესეც კი ზოგს ეძურებოდა ეხლა 10 ლარი გახდა ფასის საკითხი რამდენად ადეკვატურია ფასი და მეორე სადაო თემა შეიძლება იყოს ასეთი რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ქონდეს თუ არა იმდენივე გადასახდელი რომელიც მაგალითად ევროკავშირის მოქალაქეებს იმიტომ რომ აქ არ არის ლაპარაკი თქვა ეროვნული ნიშნის დისკრიმინაციაზე რის წინააღმდეგიც გახლავართ ჩვენ ბუნებრივია არამედ საუბარია სულზე შემოსავალი კონკრეტული კრიტერიუმი არსებობს ეკონომიკური რომელიც ითვლება ყველა ქვეყანაში საერთოდ ეს ეროვნული შემოსავლის კუთხით ახლა არ შეიძლება რომ დიფერენციალური მიდგომა იყოს გამოყენებული იმიტომ რომ ევროკავშირის მოქალაქეს თქვა აქვს პირობითად შეიძლება ქონდეს 40,000 დოლარამდე შემოსავალი ყოველწლიური საქართველოს მოქალაქე შეიძლება ეს ქონდეს 3,000 დოლარის პარალელში და გასაგებია რომ უფრო ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მithom კონსტიტუციური უფლებაა ჩვენი რომ ვისარგებლოთ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობით მოდით დავიწყოთ იგივე რომ ისეთი კითხვა არის ყველა ადამიანი ამ თანხას რასაც იხდის თვითონ დაცულ ტერიტორიებს მოვლაში და არა მარტო ამ კონკრეტული ამ დაცულ ტერიტორიებს არამედ ეს თანხა ხმარდება სხვა დაცულ ტერიტორიების განვითარებას ანუ ეს ის არის თანხა რომელიც მიდის ვიღაცის ჯიბეში ან არა ეს გასაგებია ამაზე არ დავთ უბრალოდ ხელმისაწვდომობაზე ხელმისაწვდომა ანუ ჩვენ რო ქონდა თუნდაც 5 ლარი 5 ლარიც მოდიოდნენ და რა ძვირი არის ანუ ჩვენ ვითვალისწინებთ სკოლის მოსწავლეებს გვაქვს ფასდაკლებები გვაქვს სტუდენტებზე ფასდაკლებები ანუ ეხლა მუშაობთ იმაზე რომ საოჯახო პაკეტები შევიმუშავო ანუ რაღაც გარკვეულწილად ეხლა მიდის მარკეტინგული დამუშავება ამ ფასებთან მიმართებაში რომ მოხდეს ესე ვთქვათ სხვადასხვა პაკეტების შეტევაზე მომხმარებელს თუმცა მინდა აღნიშნოს რომ ჩვენი დაცული ტერიტორიების ყველაზე მონახულებადი ტერიტორიები რომელსაც პრომეთეს ღვიმე დილით ყოველ უმეტესწილად ხოლმე დილით 12 საათამდე გაყიდოთ თელი დღის ბილეთი
კი ბატონო. მე არ გულისხმობ ეკონომიკურ მიდგომაზე. აქ ხომ მარტო ეკონომიკა ხო არ არის, ხო აქ სოციალური მომენტიც არის, სოციალური მომენტიც არის, მაგრამ გარკვეულწილად არის ხოლმე, ანუ სეზონზე გარკვეულწილად არის ხოლმე ესე თქვა, ჩვენ გვიწევს, ოდესაც ძალიან ბევრი ვიზიტორი მოდის, ჩვენ უნდა ჩავთვალოთ რაღაცა ესე თქვა დაცვითი მექანიზმები, რომელიც გადაანაწილებს ამ ტურისტებს სხვა დაცულ ტერიტორიებზე. ზედმეტი მონახულების პრობლემას გავს. არ შეიძლება დაცულ ტერიტორიაზე, როდესაც ყველა დაცულ ტერიტორიაზე აქვს თავისი გამტანუნარიანობა. კარგი, სეზონური ფასებზე ხო არ გიფიქრიათ? კი, ეხლა მინდის უკვე ამასთან დაკავშირებით, რომ სეზონზე უკვე სხვა ფასები იქნება. აი მაგალითად ოკაცის კანიონი ეხლა აღმოჩნდა რომ დახურულია თვალსწრები რატომღაც ხო? ოკაცის კანიონი არ არის დახურული. ორშაბათის დღეა დასვენების დღე. აი ამ პერიოდში რაღაც სამუშაოები ტარდება თითქოს ეთქვა ამ ბილიკზე და ესე გითხეს 2 კვირის წინ არა ხო საინტერესო ორშაბათი დღე არის დასვენების დღე არის ხოლმე და თუ ტექნიკური რაღაც არ მიდის ხოლმე ყოველ თვეში ჭირდება მას ტექნიკური შემოვლა და შეიძლება ტექნიკური დღე იყოს და ამ დასაკავშირებით და მაინც ბოლოს აი ვამთავრებ თქვენ ხართ თუ არა მომხრე რომ იყოს კიდევ ერთხელ ხალხს ვსვამ დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი ნიშნით მაგრამ შემოსავლიდან გამომდინარე იყოს თუ არა ესე იგი დიფერენციალური შემოსავალი ქვეყნისთვის სადაც მართლაც პრობლემაა ეკონომიკური სერიოზულად სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში და თქვა იგივე ესეთი წარმატებული ქვეყნებისთვის როგორც არის თქვა სკანდინავიის ქვეყნები ან თუნდაც გერმანია და ასე შემდეგ. მე არ მგონია რომ დაცულ ტერიტორიაზე იყოს ძალიან ძვირი ფასები და რომელიც ხელმიუწვდომელი იყოს საქართველოში. ხო ამიტომ მე მიმაჩნია რომ საქართველოში უნდა იყოს ისევ და ისევ ერთიანი ფასის პოლიტიკა და უნდა იყოს არანაირი ეროვნებიდან გამომდინარე ეროვნებას ხას უსვამ არ არის საქმე ლაპარაკი მოქალაქეობაზე საუბარი, ნუ აგრეთვე ხა შრომითი ემიგრაციის საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა შორის საფასო პოლიტიკაზე მე მაქვს გარკვეული მონაცემები, შემდეგ კიდევ ვისაუბროთ ალბათ მომავალში, რომ არის იგივე მუზეუმების შემთხვევაში დიფერენციალური ფასი, თუმცა შეერთებულ შტატებშიც კი გამოყენებულია ძალიან საინტერესოა, ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა ალბათ ერთ-ერთი მსოფლიოში. დიდი მადლობა მადლაშა სტუმრობისათვის, ჩვენ ალბათ კიდევ შევხვდებით, გისურვებთ წარმატებებს და კიდევ მეტ ხარდაჭერას სახელმწიფოსაგან, მეტ ხარდაჭერას სახელმწიფოსაგან, იმიტომ რომ უფრო საჩქარო და უფრო ბევრია გასაკეთებელი. დიდი მადლობა. არ გაგზავნებოთ. დაბინძურებული გარემო, დაუცველი ადამიანები, ერთად გადავარჩინოთ ბუნება და სიცოცხლე. სვანე ზონა, ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად, რადიო პალიტრის ეთერში.